მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხელობა 2026-ის და ქრისტიანული მუსიკის ფესტივალის აღნიშვნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 90,000-მდე ლარი დაუჭდა. ღონისძიებაზე გამოავლინეს 5 საპატიო ახალციხელიც. დეტალებს გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან. ახალციხელობა 2026 და ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი. ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება წინა წლებისგან განსხვავებულად აღნიშნეს და ადგილობრივ ბიუჯეტს გასულ წელთან შედარებით თითქმის 5-ჯერ მეტი დაუჭდა. ახალციხის მერიამ ZMG Arts ღონისძიების ორგანიზებისთვის გამარტივებული ხელშეკრულება 90,000 ლარამდე თანხაზე გაუფრმა. დავიწყოთ თავიდან. 30 ივნისს დილით შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში წირვა მღვდელმსახურებთან ერთად ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა. წირვას მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე და მამა შალვა კეკელია. რაბათის ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიება მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენები, ტრადიციული ნაწარმის და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობდა. რაბათში დიდი სცენის მიმდებარედ განლაგებულ სკამებზე სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები, ახალციხის მერი ვარლამ ციკლაური, ბორჯომის ახალქალაქის ნინო წმინდის და ასპინძის მერები და მოადგილეები ოჯახის წევრებთან ერთად ისხდნენ. ასევე საკრებულოების თავმჯდომარეები, მოადგილეებით, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და ასე შემდეგ. ასევე აქ ნახავდით დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებს, მათ შორის გია ჯაჯანიძეს. აქვე იყვნენ დეპუტატები, მათ შორის ვლადიმერ ბოჟაძე, დიტო სამხარაძე. თავბატონი დალი ქოზაშვილი. წელს საპატიო ახალციხელის წოდება 5 პირს მიენიჭა, რომელთაგან ღონისძიების წამყვანს 2 პირის გვარი შეეშალა. საპატიო ახალციხელის წოდებით ჯილდოვდება ბატონი ანაით ლოკაინი. ჯილდოვდება ბატონი ზაქარია დიდიმამაშვილი. ზაქარია იგივე შაგრო დიდიმამაშვილის 80 წლის იუბილე მუნიციპალ. საპატიო ახალციხელებად დასახელდნენ დალი ქოზაშვილი, ექიმი რადიოლოგი, ბესი კამირანაშვილი, ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, აკაკი კახაძე, სპორტსმენი, მეწარმე, ანაიტ ლოკიანი, ექიმი, ინფექციონისტი, ზაქარია დიდიმამიშვილი, ახალციხის სპორტული გაერთიანების ჭადრაკის მწვრთნელი, სამცხე-ჯავახეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. ისტორია კი არა, ზოგჯერ მგონია, ქვეყანაც თითქოს უინტერესო და უღიმღამო დარჩებოდა. მიხარის გიმზერ, სუხვარ და გიმზერ და ესრეთ მზერამ სულ სიკვდილამდე. ამ სიტყვებით მიმართა საუკუნეების შემდეგ მას გრიგოლ ორბელიანმა. დიახ, შალვა ახალციხელისადმი მიძღვნილ ამ შესანიშნავ საღამოს ჩვენ დღეს თამარ მეფეზე საუბრით ვიწყებთ. წელს ახალციხეში პირველად ჩატარდა ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი, რომელიც მერის ვარლამ ციკლაურის თქმით, ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ჩვენ ახალციხის მერიაში ჯერ კიდევ 22 ივნისს ვიკითხეთ, თუ რას გულისხმობდა ფესტივალი და რა მიზანს ემსახურებოდა იგი. თუმცა მათგან პასუხი ღონისძიების ჩატარების შემდეგაც კი არ გვაქვს. შალვა ახალციხელი მე-12-13 საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე იყო. იგი მართლმადიდებლურ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხული. ისტორიული ცნობებით, ახალციხელი თამარ მეფის ვეზირი, ერისთავთ-ერისთავი, ჯავახეთის მონაპირე, თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების, ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი იყო. ახალციხეში შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება 1995 წლიდან იმართება. დაშებულია თუ არა ვიზიტორებისთვის წარკის კანიონზე ჩანჩქერის და ბილიკის მონახულება. ქოთაცვენის გამო კანიონში ჩასასვლელი ბილიკი და ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 21 მაისიდან დაკეტილი იყო ვიზიტორებისთვის. აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით სამუშაოები განხორციელდა. ინფორმაცია ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე წარკის მერიამ
21 მაისს მუნიციპალიტეტის Facebook გვერდზე გაავრცელა. მათი ინფორმაციით ფერდობი იწმინდებოდა და სამუშაოები 31 მაისამდე გაგრძელდებოდა. რა მდგომარეობა ახლა და შეუძლიათ თუ არა ვიზიტორებს სრულად ტერიტორიის დათვალიერება. ჩვენი რედაქცია კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ივნისს იმყოფებოდა. კანიონზე სტუმრად ყოფნა ვიზიტორებმა გვითხრეს, რომ ხათაცვენის საფრთხის გამო არ შეეძლოთ ჩანჩქერის მონახულება. დანარჩენი ტერიტორია წარკის კანიონი, ბრილიანტის ხიდი და მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა ვიზიტორებისთვის ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა და სტუმრების მიღებას შეუფერხებლად აგრძელებდა. ჩვენ კომპანია კასრანდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს 29 ივნისს დაუკავშირდით, თუმცა მას შემდეგ მათგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. ჩვენი რედაქცია ასევე დაუკავშირდა წარკის მუნიციპალიტეტის მერს, თუმცა მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. მერი მისივე თქმით თათბირზე იმყოფებოდა. დაუკავშირდით მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. მან დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპანია კასლენსთან დაკავშირება გვირჩია. ეს იყო ჩვენს ხათ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Talk to Origins. გმადლობთ რომ გიყურებთ. დროებით.